მოგესალმებით. ეხლა ჩვენ მივდივართ GDC-ის მონაწილეები უნდა გადავიღოთ, ნახოთ როგორ ემზადებიან, ვინ ემზადება, რითი ემზადება, რა პროცესში არიან და ასე შემდეგ. თან უნდა ჩავიდეთ რუსთავში და პადოქზე უნდა დავხაზოთ გზა, მათე ჩამოიყვანს თავის ტრიცეჩეს, რომელიც ერთ დროს ჩემი იყო და უნდა გავტესტოთ მანქანაც და გზაც. ვეცდებით რომ ყველაფერი გადავიღოთ, გაჩვენოთ, მაგრამ მანამდე ვჭამოთ. რა ვჭამოთ? რა თქმა უნდა გალფის ჰოთ-დოგები. ეხლა მივდივართ რუსთავში. საქართველოში ყველაზე ჭეშმარიტ, ნამდვილ და მაგარ დრიფტერთან ჯავექსულიანთან, რომელიც წესით და რიგით ამზადებს თავის შავ მონსტრს. მოკლედ ეხლა მივიდეთ და თვითონ ჯავექსა მოგვიყვება რას აპირებს 2026 წლის GDC-ის სეზონზე. ჯავახა ადრე იყო კინომსახიობი, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ და კამერასთან მუშაობა ცოტა დაავიწყდა და ეხლა ვეცდებით რომ მთელი ინფორმაცია ჯავახას ჩემი კითხვების დასმის საშუალებით გამოუტყუოთ. ჯავექს, ეხლა გითხარი, ეს მანქანა დადუგულია? კი. კი, ძრავი დევს? კი, მაგრამ ამოსაღები. არა, ამოსაღებია, მშვენიერი. ისევ ისეთი მაგარი ხმა ექნება, როგორც ჩარშან ქონდა? უფრო მაგარი. ისევ ერთ ბორბალს აწევს თუ წინა ორივე შეიძლება აწევს? წინა ორივეს აწევს. ეგეც სერიოზული შედეგია. ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან მინდა რომ პირველივე ეტაპზე გახსნაზე იდგე შენი გაზიზინებული შავი მანქანით GDC-ის პირველ ეტაპზე. ძალიან მოუხდება, თან პადოქზეა პირველი შეჯიბრი და ეს მანქანა აი დააკვდება იქაურობას. ვისაც გაქვთ კომპანია და ცოტა შავბნელ საქმიანობას ეწევით, მშვენიერი ვარიანტია რომ დაასპონსოროთ ეს შავი მანქანა. ასე რომ წარმატებებს გისურვებ ჯავექს GDC-ზე და თქვენს გამოფხიზის კომპანიებო. მშვენიერი შესაძლებლობაა ჩაერთოთ ავტოსპორტში. ეხლა მოვედით ნუკრის ალიასთან, რომელიც არის ერთადერთი ადამიანი, ვინც აი ამ მანქანას აცოცხლებს და არ ვიცი კიდე რამდენი ხანი უნდა ატაროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ხოთზეა და 2026 წლის სეზონსაც აპირებს რომ აი ამ მერსედესით ჩაატაროს. მოგვიყევი ხარ როგორ მდგომარეობაშია, როგორ ემზადები და რა შემართებით ხარ ახალ სეზონზე? ძალიან დაღლილ მდგომარეობაშია რეალურად მანქანა. ძალიან დაიღალა უკვე ბევრი წელია რაც პროფესიონალებში დადის ეს მანქანა. რომელი სანამ პროფესიონალებში მოვიდოდ უკვე დაღლილი იქნება. კი, მანქანა დაღლილი. რომელი წლიანია? ეს არის 83-იანი. 83-იანი, ალბათ ყველაზე ძველი მანქანაა, ხო, ჩემპიონატში. არ მგონია რომ 82-იანით ვინმე დადიოდეს, არ მგონია. მეც მეეჭება. ხო, ძალიან დაღლილია, მაგრამ ვაცოცხლებთ რა, ნელა რაღაცებს ვაწანინებთ რომ პროფესიონალში იაროს. ეხლა რეალურად წყობში არის ტექნიკურად. просто ვიზუალური მხარე გვაქვს მოსაგვარებელი, რამ ბევრი ისეთი არაფერი. შარშანდელი სეზონი დაამთავრა მე-4 ადგილზე, ხო? კი ბატონო, მე-4. ეხლა გითხარი რა მოლოდინი გაქვს 26 წელს და ვის უმიზნებ და მოკლედ რა გინდა რომ მიიღო 2026 წლის სეზონისგან? 2026-ში რა თქმა უნდა ტოპ 3 უეჭველი მინდა. გამორიცხულია ტოპ 3-ის გარეშე. დამიზნებით ესე კონკრეტულად არავის არ უმიზნებ, ეხლა არავინ ისეთი კონკურენტი არ მყავს, რომისთანაც სიტყვაზე გათანაბრებები. მათესთან მაგრამ მათე პირიქით იმას აქვს ჩემთან 4-2 მაქვს მათესთან. აქეთ თუ გამითანაბრებს და აქეთ თუ აქ მუღამი შეიძლება, ხო? ხო, ანუ რეალურად წელს იმას ველოდებით, რომ რაც შეიძლება მეტი გარბენები გქონდეს წყვილში და ახლო რა, რაც შეიძლება. ხა წინა წელს კი კაი იყო ასე თუ ის შედეგების ხრე ჩემთვისაც და უმეტესობისთვის, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა გარბენები გვიწევდა, იმიტომ რომ ცოტა მონაწილე ვიყავით რა და წელს თუ ბევრი გარბენები გვექნება სანახაობრივი და მაყურებელიც უფრო დაინტერესდება, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება რა. და მაგას ხელს შეუწყობს რა? ტოპ 24 დაბლ ელიმინეიშენი და პროფესიონალი კირვალიძის დაალაგებული საინტერესო და ინტრიგნული გზები. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, თქვენც ასევე. და ჩვენ შევხვდებით 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე.
პადოქზე უნდა დავხაზოთ პირველი ეტაპის კონფიგურაციის გზა და მათის მანქანით გავტესტავთ და პატარა კორექტირებებს შევიტანთ, მაგრამ ეს გზა ადრეს გვაქვს ნასიარულები, ძალიან საკაიფო, მოწყვეტაზე კარგი ტემპია, რამდენიმე გრძელი დუგა არის, სადაც შეგიძლია რომ ახლოს მიხვიდე, კარგი გადაწყობებია, სადაც შეგიძლია რომ ბამპერი ბამპერთან გაატანო და ჩაახტე და მოკლედ საკაიფო გზა იქნება, სადაც ასე თუ ისე 5-დან 2-ლებიც ივლიან, იმედია ყოველ შემთხვევაში და ჩქარი მანქანებიც გაშლიან ფრთებს და კარგ გემრიელ, დიდკუთხიან, დიდკვამლიან და მაგარ გარბენებს დადებენ. მოკლედ ეხლა წავედით დავხაზო გზას და ცოტა ხანი შემოვოთ მათის მანქანით და ვნახოთ რა გამოვა. ალბათ ყველამ კარგად იცით ეს მანქანა იქიდან გამომდინარე რომ ამ მანქანით გუგა კირვალიძე მრავალი წელი გამოდიოდა ხოლმე საქართველოს დრიფტის ჩემპიონატებზე რამოდენიმე წლის წინ მე გუგასთან შევიძინე ეს მანქანა და აი გუგას როგორც უყვარს მანქანის ხმარება აი ეგეთი ნახმარი მანქანა გადმომცადა ჩვენ კიდე ბიჭები ვცდილობთ რაღაცები მოვაწესრიგოთ ვაწესრიგებთ მე რეის ფუჭდება მაგრამ აი ისე ვართ ხოლმე რომ აი სიცოცხლე შეუნარჩუნოთ და აი კიდე მოდი ცოტა ხანი იაროს და ნუ აი მოკლედ ეგეთ დღეში ვართ რა. წინ ახალი პროექტი მაქვს, Subaru BRZ-ს ვაწყობ, LS-ზე, მაგრამ სანამ ის მანქანა აიწყობა, ჩვენი ძაღლი 76-ით ვცდილობთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ვიაროთ და რა თქმა უნდა პოდიუმზე ავიდეთ. აი ძრავი რო აგიხადოთ, შეგვახედე? კაპოტი ახადე რა და ძრავში რო ჩახვიდე. ძრავს ახდა არ გვინდა, ხო, მართალია. ესეთი აჯაბსანდალია მოტორში, ხო ყველაფერი ეს ხამუწია მიმაგრებული, რომ იაროს მანქანამ რამე არ გაძურეს და ნახოთ გაძურება თუ არა რა. ეხლა რაღაცებს შევხედავთ, ჩვენთან არის ჯავა ხარჩევებს გვაძლევს, თუ რა როგორ მოვაწესრიგოთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ გამართული მანქანით ვიქნებით 10 მაისს რუსთავის ავტოდრომზე. დანარჩენი ვნახოთ რა. ხო ვიქნებით გამართული მანქანით. ჩემი მთავარი ტექნიკოსი გიორგი გძელაშვილი და ამის სიტყვა უფრო მთავარია ვიდრე ჩემი და ხო ვიქნებით გამართული მანქანით. კიო. რაღაცა პატარა გზის მონახაზზე კონტური გავაკეთეთ. აი ხა ჯავახა არის აქ და გაივლის მათეს მანქანით და უკვე ზუსტ წერტილებს დავსვათ. მოდი აბა ნახოთ როგორი გამოვა. მათეს მანქანას გადაცემა არ ყოფნის, მაგრამ მოწყვეტა საინტერესოა. აბა რა სიტყვი? მოწყვეტა კაი არის და დანარჩენი ცოტა მოკლეხილი არის და ისე დამოუკიდებლობა უნდა რა შეავწოვოთ. ხო, მაგრამ ეს ზოლები რამე ემთხვევა, რაც გვინდა რომ იყოს. ეტა გავიგე კიდე და გეტყვი. მოწყვეტაზე ის ადგილი კაია? იქ რო თაჩი გავაკეთოთ თუ რაც არის რა. ძალიან ახლოს ვერ ვისკავ მაინც. არა ხო? მათეს აქვს საოცარი უნარი მანქანა ატაროს დრიფტში იმაზე თხელი კუთხით ვიდრე ავტობანზე დადის ხალხი. აქედან პიატინოლებს ხო არ გაუჭირდებათ იქ. პიატინოლებმა ჩაოლებრივად თუნდა იარონ და აქაც კაი ასაჩქარებელი დუგასავით არის. ერთი მაგას ვფიქრობ. რავი, ამაზე პატარა გზა რა უნდა რა? ნელი გზა განზე იქნება იყოს. არა, ხო. პიატინოლებს გაუჭირდება. არა, იყოს კაცო, მე პროსტა ვამბობ. ეხლა ვართ გიორგი კოდუას ბოქსში, სადაც კეთდება 76 კომპაქტი, რომელმაც 1000 ცხოვრება გამოიარა, ხან კომპაქტი იყო, ხან სედანი იყო.
ეხა სიურპრიზია კიდე თუ ის ხალხმარაც არის უკვე 46-ის უკანა მხარე აქვს. იქით სხვა სამუშაო პროცესია ეს ბერზე, ნოდოკოდუას მანქანები და ასე შემდეგ. მოკლედ ეხა მოგვიყევი რა პროცესში ხარ, როგორ ემზადები, რა სხვაობა ამანქანაში სხვა წლებთან შედარებით და მოკლედ რას აპირებ 2026 წლის სეზონზე. კი ბატონო, პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, როგორც ხედავთ, ეხლაც ბუნებრივი პროცესი მიდის მუშაობის. სულ ძალიან მალე 5-10 წუთში მანქანა უნდა გავტესოთ პირველად წელს ამ მანქანა საერთოდ არულია და იმედები მაქვს რომ არ გამიცრუებს იმ გეგმებს რაც ამ მანქანას აქვს ჩემთვის როგორ გითხრა მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვი და ძალიან მაგრამ მინდა რომ ამ მანქანით შევძლო გამარჯვება მაგრამ როგორც იქით ახსენებ პროცესიაო ბუნებრივი აი ბერზეს რო უყურებთ იმ ბერზეზე გადავჯდები ძალიან მალე და შარშან მაინდა-მაინც არა, შარშან ძალიან ცუდი წელი ქონდა, ძალიან ბევრჯერ არ გაგიმართლა. შარშანწი რომელ ადგილზე დაამთავრე ჩემპიონატი? შარშანწი ვიცე-ჩემპიონი იყო. ვიცე-ჩემპიონი იყო. მოკლედ ხო, შარშანწი ხარ და ერთი ეტაპის ვერ დავამთავრე ფინიშით, მაგრამ King of Drift-ის ჩემპიონი გავხდი, ხა არაფერ შუაში არ არის, მაგრამ არ არის შუაში კაცო. King of Drift-ის ჩემპიონი გავხდი, სადაც ჩემზე კარგად იცი, რამდენი მონაწილე იღებს მონაწილეობას და ეს ვთქვათ, ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში. ეხლაც ვემზადებით საქართველოს ჩემპიონატის ტრაექტორიის გზა უნდა გავტესტო პირველი, ვერ ვითმენ. თუ არ გაიქცევით ამ კადრესაც ნახავ. იმედი მაქვს. სიამოვნებას მიიღებთ და რამდენი ცხენი ძალა უნდა გქონდეს ამაზე? დაახლოებით 550. დაახლოებით 550. ეხლა გამოჩნდება 550 ცხენი ზალა, რამდენად საკმარისია, იმიტომ რომ მათ ეს მანქანას უკვე გადაცემა არ ყოფნის. რამდენი ცხენი აქვს მათ ეს მანქანას? ცხენი კი აქვს ერთი, რავი, 450, 500, მაგრამ გადაცემა არ ყოფნის, მესამეთი ვერ დადის, მეოთხე ბევრია და ასე შემდეგ. ხო, ჩვენც ახლა ყველაფერი გასატესტი გვაქვს, ბოლო შარშან კინგზე იყო მორგებული ეს მანქანა. იმედი მაქვს, რომ ბევრი რაღაც წვალება არ მოგვიწევს, მაგრამ როგორც ხედავ, ეს ჩვენი სამუშაო სივრცეა, როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნე, ყველა სათადარიგო დეტალი არ გვაქვს. რამე თუ არ მოგვეწონება, უძფას შევცვლით, წკა. თან სულ ცოტა ხანში აიხდება კარი და აქ იქნება შენი დახურული პარკი. ხო. იქნება ყველაფერი კომფორტულად. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ 2026 წლის სეზონზე და ასევე რა თქმა უნდა King of Drift-ის სეზონზე და საქართველოს ჩემპიონობისთვის ვიბრძვ წველს. მთელი ძალებით. წარმატებები. გაიხარე. შემდეგი ჩვენი მონაწილე არის Give Fighter-ი. რა დაარქვი ამ მანქანას? ხო ყველა Euro Fighter-ებს რაღაც თავის სახელს აქვს. Euro Fighter-იო. Give Fighter-ი და ბიჭო, არა, ლეგზე თემუ Fighter-ს ეძახიან, მაგრამ რავი, იყოს რუსთავი Fighter-ი. ძრავი არის 7 და 1. ეს არის LS3-ის ბლოკზე აწყობილი სტროკერი, 7 და 1 კომპრესორი ადგას Edelbrock-ის. 2.9 ლიტრიანია კომპრესორი. E92-ია თვითონ კუზაო მანქანის და ბოდიკიტი როგორც ახსენე არის AGK-დან Eurofighter-ის ბოდიკიტი ჩამოტანილი. ომოლოგაციით აქვს ყველაფერი აწყობილი. გადაცემათა ყველაფერი აყენია საინტერესო. ეს არის dual clutch-ის BMW-ს BMW-ს გადაცემათა კოლოფი, რაც აყენია M3-ზე და M4-ზე. ეგ კოლოფი M6-ზეც იგივე აყენია. და დანარჩენი რა ვიცი რამდენი ცხენი ზალა უნდა გქონდეს დაახლოებით? აუ არც გამიზომია და იდეა რა არის? 700, 800? იდეა ანუ თვითონ კიტი რაც ზრავის აყენი არის 1200 ცხენზე გათვლილი. მაგრამ უბრალოდ ჩვენს პირობებში ზედმეტად ბევრი ძალა აქვს და ქართულ ვითარებაში არ უნდა მივედი თუ არსებობს მანქანები რომელსაც ზედმეტი ცხენის ძალა. მოკლედ უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა იქნება 7 და 1-ია, ძალიან მაგარი ხმა აქვს. E92-ზე ალბათ ყველაზე მაგარი აბვესია და რავი წარმატებებს უსურვებთ გივის და შევხვდებით 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. აუცილებლად 10 მაისს ყველანი უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სანახაობა იქნება. ყველა ავტომოყვარული აქ იქნება და ყველა დრიფტერი აპირებს სიარულს. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. მე მომზადებული ვარ, ეხლა შემდეგი კვირიდან ვიწყებ ვარჯიშებს და გუგა დავაყაროთ. ეს არის ჩვენი დრიფტერების ტურის მეორე დღე და ეხლა მოვედით სკოლაში
ბავშვს მოვაკითხეთ. ძალიან საინტერესოა ეს ბავშვი ხა რომელიც აი ამ სკოლიდან გამოვა, რა გეგმებით არის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე. ლაზარე სადაღაშვილი, ადამიანი რომელიც Winter Cup-ზე შიშიზარს წემდა. აი ესე გამოიყურება. სკოლაში დადის, ზურჩანთა აქვს მოკიდებული და თავის საქმეებს აკეთებს. სკოლა რომ თავდება, მერე მიდის და ფიქრობს დრიფტზე. დარწმუნებული ვარ სკოლაში დრიფტზე ფიქრობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო მეტ დროს სკოლის მერე უთმობს დრიფტს. ეხლა შენ გითხარი, სკოლაში უფრო კარგად მიდის საქმეები თუ შენი დრიფტის კარიერაში? სკოლაში დრიფტის კარიერა. სკოლაში. შენიერია. ისწავლეთ ბავშვებო, თორე გამოხვალთ ჩემნაირები. ეხლა უცბად გითხარი, რა მანქანას აკეთებთ, რა მანქანას აწყობთ და რა მოლოდინები გაქვს 2026 წლის GDC სეზონზე? აი, ესე იგი ჩვენ ვაწყობთ BMW E80-ს GDC-თვის. მოლოდინები მინდა რომ მოვიგო, მაგრამ მოლოდინები დარწმუნებული ვარ, კარგი და სანახაობრივი გარბენები მექნება. ძრავი რა იქნება შენ მანქანას? ძრავი იქნება LS3, 6 და 2. ეგ არის ზუსტად შალიკა რითის დადიო და ზუსტად იგივე სპეკი იქნება. ანუ ძალიან მაგარი მანქანა გამოვა. მართალია პირველი სერია დიდად მე არ მომწონს და წარმოდგენა არ მაქვს რატო გადაწყვეტეს პირველი სერია. მაგრამ ნუ რაღაცა რო შეხედავ ალბათ თავისი ბავშვური თვალით ის მანქანა საყვარელია, პატარაა და ასე შემდეგ. შენ კომპაქტით არ გამოდის ხა? არა. კომპაქტი ფილია. კომპაქტი პროსაყვარელია. ხო, საინტერესო ის არის რომ ილიაც პირველი სერიით ივლის, ლაზარეს პირველი სერიით ივლის და იმედია რომ საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე 16-17 წლის ბავშვები პირველი სერიებით კარაქიან პურივით არ გადაგვისმევენ სასტავს და არ დავრჩებით ეგრე. კაროჩე, წარმატებებს გისურვებ სეზონზე და ველოდებით ისეთ მაგარ გარბენებს, როგორიც King-ზე და Winter-ზე ქონდა ხოლმე. ეხლა მოვედით GM-ში, სადაც ნახევარი საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მანქანები იწყობა და მეორე ნახევარი რომელიც ახლა აქ არის ისინი ან აქ არის აწყობილი ან ელოდებიან რომ აქ მოვიდნენ. ჩვენთან არის ირაკლი შალიკაშვილი, რომელიც 20-24-ის საქართველოს ჩემპიონია და ახლა უცბად მოგვიყვება რა პროცესია, რა საპირებს და რა მოლოდინებია 2026 წლის GDC სეზონთან დაკავშირებით. ჩემ თავზე მოყვა თუ ჩვენ ხელში ვინც არიან აი კამერით. შენ თავზე და მე ისინი ცალკე იტირებენ. მე რა მეხოძე ვარ, ჩემ მანქანა. მე რა ამათ იკითხო. თქვენი კითხე ახალგაზრდებო. ხულოში JZ-ი ჩავდეთ. ხულო ქართულად არის BMW E30. BMW E30 ზარა ესე. ხო, JZ-ზე გადავედი, იმიტომ რომ ევროპაში JZ და აზიაში JZ-ის მიწევსია და მიჩვენია რომ ბარემ აქაც საქართველოში მაინც ფიქრობ რომ LS-ი უკეთესია, მაგრამ ნუ ცოტას ვიწვალებთ და JZ-ს გავუკაჩავთ. დღეს წავიყვანთ, არ ვიცი ეს ვიდეო როდის დაიდება, მაგრამ მე მზად ვიქნები. სხვა რავი, ბიჭების მანქანებით ეწყობა და მეც იმედი მაქვს რომ მოვასწრებთ, რომ ყველა გამოვიდეს და ტოპ 32 შეიკარას და ხო ყველა ისეთია რა, ყველა მოდომებული და ყველა საწყობო და ჩემგარჩემო ვინც არის ძველი ჩემპიონი, არა ჩემპიონი, დამწყები, ბებერი, ყველა გამოდის რა და ასწორებს რა. კაი, წარმატებებს გისურვებთ 2026 წლის სეზონზე. და არა, მე მგონა რა ბლიც კითხვები იქნება. საყვარელი სიჩქარე რომელია? რა საყვარელი სიჩქარე? დრიფტში. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. დრიფტი საყვარელი სიჩქარე მესამე. რატო? მე ყველა მესამე დადის. ის კითხვა მევასება ხოლმე, რომელიც სიჩქარე დადიხარ. ეგ გასაძლევს ადამიანს ვერ ხვდები, მაგრამ ყველა მაგას ეკითხება, რომელიც სიჩქარე დადიხარ. ამა ეხლა ვერ მიხვდებიანო, ხო? აჩნია რამდენს მიდის. მოკლედ, წარმატებები და წავიდეთ ახლა გადავინაცვლოთ ბებერ დამწყებთან და ვნახოთ იმისი მანქანა რა შვება. გიორგი მოსაშვილი, რომელიც დაახლოებით 23-ად შემოდის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე და 22 მანქანას აწყობს. და 22 მანქანა გითხარი ხარ, რა მანქანას აწყობ, რა ძრავი იქნება, რამდენი ცხენის ზავა იქნება და რა ფერი იქნება, იმიტომ რომ შენ ცნობილი ხარ შენი მანქანის ფერების არჩევით. ესე იგი, ძავა არ იცვლება. Subaru იქნება ისე BRZ თუ GT86. არა, ჩემი Subaru BRZ. იმენა BRZ-ია limited. ემას 4 ამოვიღეთ და გადავიდეთ. თუ შევინახეთ. შევინახეთ. ჯერ შევინახეთ, იმედებს ავკარგავთ. მაგრამ აი HP გადავაგდეთ, ავტომატიკა გადავაგდეთ. იქნება JZ-ი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ფერი ისე უცვლელი იქნება, ფერი იქნება მწვანე და ვეცდებით რომ 2026 წელს მანქანის მაქსიმუმი დავდოთ. სულ მეტი რა უნდა.
კაი, არა, მართლა, მე შენთვის მაგ ძალიან კარგი ამბავი. წელს არ იქნება ზუგდიდი. და წელს იქნება მაქსიმალურად ნაკლები ბეტონები. მოგონებები იქნება ერთი πატარა მონაკვეთი იქნება, სადაც ახლოს უნდა ჩაიარო ტრაკით ბეტონთან. მიხედავთ რჩები. ხო, ნუ შემოქმნას პატარა ტრაკი აქვს და იმედია რომ აცდები მაგ ყველაფერს. რამდენი ცხენი ზავი მაქვს შემოქმნას? მაგრამ ხო, პატარა ტრაკი აქვს, მაგრამ გული გაიექნება. გული სავარაუდო საბურავზე 500 მაქსიმუმ. საბურავზე 500 ცხენზე. მშვენიერია. მე მაინც ვიფიქრებდი შენი მანქანის ფერის შეცვლაზე, მაგრამ თუ სხვა ვარიანტი არ არის, დატოვოთ, ა? რატო? ამას მეუბნება კაცს რომელსაც ყავს ბადრიჟნისფერი მანქანაც. ბადრიჟნისფერი რატომ მოყავს? იქნასამისფერი მანქანა. ბადრიჟნისფერი მანქანა იყო. კაი, ხო კაი ფერი იყო, ხო მოგწონდა ის ფერი. ის მოვედი. კაი, ერთი ფერი რომ, აი ფერად როგორც ფერს რომელსაც აიჩევდი. ფერად? ხო. ამის წარმატებებს გისურვებთ 26 GDC სეზონზე და იმედია რომ წარმოშენი მანქანა აეწყობა ხოძზე იქნება და შენს ხოძზე იქნები გალესილი პირველ ეტაპზე. აიწყობა? გელოდებით 10 მაისს თავის. გელოდებით ყველას 10 მაისს. ეხლა ჩამოვედით ხეროსთან. როგორც ვიცი, მანქანას მთელი ძალებით აკეთებს და ვნახოთ რა ამბავშია, მაგრამ ამასობაში მე შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის პარტნიორია და GDC-ის წარმომადგენია Golf-ი და კიდე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და თუ მოგწონთ ვიდეო მოიწონეთ, თუ არ მოგწონთ ვიდეო არ მოიწონოთ, მაგრამ არ დაგეზაროთ, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. წამო ეხლა ვნახოთ ხერო რა ამბებშია თავის სილვიას რას უშვება. წეგან ეხლა სანამ ჩავრთავდით კამერას, ვლაპარაკობდით აბა მანქანაზე რა შვები, როგორ ემზადები, რა დაგჩამეთქი და აი ხა ხო ხედავ რა მდგომარეობაშია მანქანა. და მეუბნება რომ ბიჭო, აი ზეგ თუ გაიამინდი იქნება, ხო შეიძლება გავტესტოთ. ესეთია დრიფტერული ცხოვრება. არის 4 შაბათი მზიანი ამინდია და ამ მანქანას ვტესტავთ, ხო, ხელით არა, ძრავში ეს იუთუბერი კი არ იყოს, მამა. ეს არის შენი ეს რა არის ეს? 14-ია თუ 15? არა, ეს 15-ია ეს. მოკლედ, ეს 15 დაიწყე. მეულდასთან მე მივამტრიე, ეს 14 გავაგზელე მივამტრიე და ეხლა ამიჯერია. ოღონდ ეს სხვა მანქანაა. ეს საერთოდ სხვა მანქანაა. ეს კროსვორდას რო ყავდა ეს მანქანაა, ზუსტად ეგ უზაოა და საერთაშორის ამ კუზაოს რეკორდი აქვს მოხსნილი რულის გადატანაში. ვიცი, რამდენიმეჯერ გადაიტანეს. ერთხელ მარჯვენა რულიდან ჩამოვიდა, მერე მარცხნივ გადაიტანეს, მერე მარჯვ დააბრუნეს, მერე გადაიტანეს და ეხლა ამას ისე მარჯვენა რულიანი. მე მარჯვენა საჭიანი შემხვდა. მაგრამ მარცხენა არ შემხვედრო და იმასაც გადმოვიტანე. ეხლა გითხარი დაახლოებით, აი მოკლედ რა იქნება ეს მანქანა, როგორ მდგომარეობაში იქნება, რა ძრავი იქნება, რამდენი ცხენი იქნება და ასე შემდეგ. 2 ცალი 2 ჯეიზი გვაქვს აწყობილი. უმშვაშია მხოლოდ სხვაობა, 8 ნახევრიანი და 9 ნახევრიანია და ეხლა 8 ნახევარი ჩავდო თუ 9 ნახევარი ჩავდო, მაგას ვფიქრობ რა, ერთ-ერთს გადავწყვიტოთ, დღეს ვლეწავთ. პირდაპირ კარგად დადის, დაახლოებით 450-500 ცხენი ექნება საბურავზე. იმის ხარჯზე რომ კარბონკეულარია და რაღაცა, ვფიქრობ, რომ ალბათ 1-30 კილოს დავაგდებ ამ მანქანაზე, ვიდრე ეს 14-ზე რაწონას. რამდენი კილო უნდა იყოს ჯამში? ჩემიანად უნდა იყოს ალბათ 1250-1270-ისკენ რა. ვიცი რომ ეხა არ მოხდა ყურში მაინდა-მაინც რომ ძალიან მსუბუქია. არც ისე მსუბუქია ხა როგორც იყო რომ. ხო, არა, ეგრეა რა, ანუ აქ რაც გვიყენია არის ჩვენი გაკეთებული მოხოვის კუთხე. ანუ გეომეტრია ავიღეთ, არ დავასახელებ ხა საიდან ავიღე, შენც მიხვდები კარგად და ჩვენი გაკეთებულია და ჩვენ რადგან მეტალის ხარისხში არ ვიყავით დარწმუნებული, ყველაფერი ოდნავ გავამსხვილეთ რა, რომ უფრო საიმედო იყოს, ანუ დამტრევას მირჩევნია რომ ოდნავ მძიმე იყოს, ვიდრე რაღაც დაიშალოს და მიიღონოს და შენ ჩემპიონობისთვის ჩემპიონატს დადიხარ 2015 წლიდან, ხო ესეა? ბიჭო ხო, მე მგონი 2015-დან დადიხარ პროს. და სულ ცოტა გაგდება ხოლმე ჩემპიონობა. სულ ცოტა გაგდება ხოლმე. რას იზავ წელს იმისთვის რომ გახდე ჩემპიონი. დარწმუნებული ვარ იბრძოლებ ჩემპიონობისთვის. კი, თუმცა ვიღაცები იზახიან რომ აზრი არ აქვს, რომ ტყუილა გამოდიან რომ მე ვარო ჩემპიონი. ხო, არა, ეს ბოლო პერიოდში ნახე რა, ვიღაცები გაბლატავდნენ და ხო და ნახე როგორი მომენტი იყო. ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ YouTube-ი წასულიყო უფრო წინ და ამას მოვაკელი რესურსი და ჩანდა ეგ ყველაფერი და ეხა YouTube-ზე ყველაფერი დაალაგდა ნორმალურად და კარგად მიდის, კარგი კომპანიების გვიდგანან მხარში და ეხა ისევ აქეთკენ გადმოვიქაჩე, იმიტომ რომ სიმართლე რო გითხრა და ჩვენო მაყურებელს კარგად იცის რომ ჩემი სული და გული დევს აი ამაში. გულშემატკივარი რომელიც გიცნობს მარტო YouTube-დან და გულშემატკივარი რომელიც გიცნობს სპორტიდან, აი ძალიან დიდი სხვაობა არის კომაგობის კუთხით რა. ვიცი ტიპები, რომლებიც აი შენს გამო იმენა სასტავი შეჭამენ მაგალითად. ხო, ან რაღაც სხვა რა, ხო ხდები. მაგრად კვალერში ყოფენ და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ყველა
ბოლელისთვის. და მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობთ. ხო, ანუ მარტო ჩემზე არა, მაგრად ასწორებს ეგ მიდგომა ზოგადად, რომ ვინმეს მაგრად ვალერჩიკო. ეგრეა ნამდვილად. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ. ზეგისთვის მანქანას. იმედია მოხდა. ჩამო ზეგ და ნახე შენ. ჩამო ზეგ და შევხედა. ეს რა მომენტია? ჯوار იტყუებოდა ჩემნიკა. და იმედია რომ ერთად ორივე ვიდგებით სტარტზე 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო. ესე იგი წარმატებები შენც უნდა გისურვო, იმიტომ რომ შენც შეიძლება გადავაკვეთოთ სად. ჩვენ ახლა ვართ კიდე ერთ სკოლის მოსწავლესთან, რომელსაც ესეთი შესანიშნავი მანქანა ყავს. ასევე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, რომელიც Kings-ზე და Winter-ზე შიშის ზარს სცემდა. შარშანდელი Kings-ის ბოლო ეტაპის გამარჯვებულია. Winter Cup-ის ვიცე-ჩემპიონია და ეხლა უკვე წელს ამ ყველაფერთან ერთად საქართველოს დრიფტის ჩემპიონატსაც შეუტევს ახალი ესეთი მაგარი პირველი სერიით. მოდი ეხლა მოგვიყევი რა მანქანაა, რა ხდება ამ მანქანაში შიგნით, გარეთ და ასე შემდეგ. მოგესალმებით, ეს არის BMW E82. აღჭურვილია ძალიან ძვირფასი ნაწილებით. არის 5 კომპრესორი M13, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 600 ცხენის ძალას. ყველაფერს ჩავდებ, ჩემი ერთ-ერთი ოცნება რომ გავხდე საქართველოს ჩემპიონი. ყველაფერს ჩავდებ, ბევრს ვივარჯიშებ და როგორც ლიური ჩათვლაში, ასევე ბოლელების ჩათვლაში მინდა რომ დავიკავო პირველი ადგილი. და იმედია ოცნებას ავიხდი. წარმატებებს გისურვებთ, იმედია რომ ყველაფერი ისე წავა როგორც შენ დაგეგმილი გაქვს და გილოცავთ ახალ მანქანას, ახალ სპონსორს და წარმატებები საქართველოს ჩემპიონატზე. მადლობა. ეხლა მოვედით ლუკა ღარიბაშვილთან. აი ესეთი გაზიზინებული 46-ია, რომელიც ძალიან ბევრ გზის კედელზე დანაჯახებია რეალურად, მაგრამ მაინც თავიდან უბრუნებს სიცოცხლეს და არასვენებს. მოგვიყევი რა დღეშია, რა მდგომარეობაშია, როგორი ძრავი აქვს და ასე შემდეგ. რესტავრირებულია პირველ რიგში. ძრავი M4 არის Mercedes-ის 3.1 დისტროკერია, ტურბო. მოხვევა ჩინური SLR-ი. რამდენი ცხენი ზალა უნდა ქონდეს? სადღაც 657-მდე ექნება, ეხა ამ ეტაპზე ცოტა ნაკლები. King-ისთვის არის ეხა გასწორებული. 650-ზე King-ისთვის გასწორებული. არა, ექნება თქო რა. გასაგებია. ეხა low-boost-ია, ალბათ 450. შენ იყავი ერთ-ერთი მსხვერპლი 8HP-ს. და რას სიტყვოდი 8HP-სთან დაკავშირებით, საჭიროებს ვაგროვებთ და. კარგია დრაგისთვის, მაგრამ დრიფტისთვის არა. ანუ დაგვიანებები აქვს, რაც არ უნდა გაასწორო. ვერ არის და ანუ შეგრძნება არ გაქვს რა და ვერ ენდობი ბოლომდე რა. ესე იგი ჩვეულებრივ მექანიკაზე დაბრუნდი. ამ მანქანას ქონდა ძალიან უხეში ავარია ქუთაისში. თან 2. ხოდა კუზოვი იგივეა, ხო? კუზოვი იგივეა. და ყველაფერი კარგად არის გასწორებული და ანუ ზომებში მოვიყვანეთ რობოტზე. ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ და პლასმასები შევცვალეთ რა. ჩვენი წარმატებებს გისურვებთ 2026 წლის სეზონზე, GDC-ზეც, King-ზეც და შევხვდებით 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ეხლა ჩვენ ვართ საქართველოში პირველ დრიფტავოი Toyota Supra MK5-თან, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენი მეგობრის გიგა კალანდიასი, მაგრამ პირველი ეს იყო. პირველი ეს იყო, რაც ჩამოვიდა. ის ხო. ხო, ну, короче, კალანდიას უნდა და თავის ყოფილიყო პირველი, მაგრამ გამოვიდა რომ დოლიძის მანქანაა პირველი Supra და ну, რაღაცა უკვე drift cars გავს, პრინციპში რაც ყველაზე მთავარია რომ drift cars ამსგავსებდეს. აყენია დუგები შეღებილია, მანქანა შეღებილია და როგორც ვიცით, ყველა ნაწილები გააქვს. აბსოლუტურად. მოყევი ახლა რა ხდება? ამ მანქანის თავს, შენ თავს და რას აპირებ წერს? დავაი. ამ მანქანის თავს ყველაფერი კარგია, მაგრამ აი ჩემ თავს აი ესე. ჩიკო, აი მინდა რეკავდა ახლა ჩიკოს გარდა. სადღაც დაიმტრო ხო? ჩამოვიყვანეთ ამერიკიდან. გაუბედურებული, ძრავ გამონგრეული. მე ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე რომ ისევ მივწოლოდი პირველ არსს და გამეთუკა Supra. ძალიან მინდოდა პირველად რომ ფორსაჟის გადაღებაზე Supra ვნახე, იმის მერე მაგრად მინდოდა და მეთქი დედას უტირე მოიჭველი ავაწყოთ ხო. ფაქტი სახეზე გვაქვს, ორი წყვილი ახალი საბურავი დამწვარი აქვს, აქ ეზოში. ძრავი რა იქნება? ძრავი იქნება ჯერჯერობით LS3. სტოკი LS3 იქნება. ну, პატარა რასპედლით და შემშვებით და ტრეინონი და რაღაცებით. ფაქტიურად ყველაფერი გააქვს ხო მანქანაზე, ვაისვაბი. არის
ძრავი არის, ყოველფილი. ჩვეულებრივი მექანიკა იქნება თუ? კი, ჯერჯერობით ეგეც მექანიკა იქნება ჩვეულებრივი. აბოსი რა გაქვს? აბოსი ქარხნულია შერეულად. კაპოტი ისეთია, ძალიან ბაიოი დრიფტკარული კაპოტია. რა ყოველფერი პლასმასია. წინა ფრთებიც, ხო, ფიბერი აბსოლუტურად ყველაფერი. და ეს სახურავი როგორ გაქვს? სახურავიც ეგრე გავაკეთეთ. თქვენი გაკეთებული. პლასმასია, ოღონდ დაკარბონებულია. ჩაკარბონებული. კაი, ეხლა გითხარი, აი ესეთი მდგომარეობიდან მანქანამ რო იაროს, რა დრო გჭირდება და როდის გაქვს დაგეგმილი ტესტები? 2 დღე მჭირდება რომ რუსთავში ჩავიყვანო ეს მანქანა და ჩავანასტროიკო. ცოტა არარეალურად ჟღერს, ხო, აი ესე რო შეხედა მანქანას, რომ 2 დღე შეიძლება იაროს. ვიდეო რაც ჩაგიგდე, შეღებილის ვიდეო, ეგ იყო გადაინო შაბათს შევღებეთ. გუშინ შემოვიყვანეთ აქ. ნუ ეს ყველაფერი გუშინელიდან დღევანდელი. ახლა შაბათს რუსთავში ხარ ტესტებზე, ხო? კი. უეჭველი უნდა წავიდე, იმიტომ რომ ანუ ისეთი მანქანაა, რომ ელემენტარული დონატის დროსაც ისე ჩქარდება, რომ აი ხო, ვინც დადის სუპრით, ყველა ამბობს, რომ ძალიან რთული და არ უნდა მანქანას დრიფტი, ძალიან დიდი მოჭიდება აქვს, ძალიან ჩქარია, მაგრამ ძალიან რთულია. აბსოლუტურად ყველაფერი გადავაკეთეთ. სავალი ნაწილიც დაკიდება, აი ყველაფერი გადავაკეთეთ იმის გამო, რომ ეგ მაგასთან არ მისულიყავით რა. არ ძალიან გამოვიდა, ძალიან საინტერესოა. რეალურად არ არის სოფლიოში არ არის ესე ბევრი სუპრა, მით უმეტეს, ნუ საქართველოში ერთადერთი იქნება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. აი ესე დაშილ მანქანასაც რო უყურებ შორიდან რო შეხედავ, ეგრევე ხვდები რომ რაღაცა მაგარი საკაიფო სპორტული მანქანა, თავიდანვე რო ორკარიანია, თავიდანვე რო სპორტულია, თანამედროვე აი ძალიან ლამაზი ფორმა აქვს სახურავის, პატარა ეს ფაქტიურად უკანა საბურავზე ზიხარ, ძალიან საინტერესო მანქანაა, ძალიან მაინტერესებს როგორ ივლის. და რავი მე მგონია რომ ის ძრავი რაც იქნება სტანდარტი LS-ი როგორც თქვი პატარა რასპრედულით მგონია რომ აბსოლუტურად საკმარისი იქნება ძალიან საკაიფოთი ივლის და ძალიან ეფექტური იქნება რა მეც მაგის იმედი მაქვს წარმატებებს გისურვებთ 2026 სეზონზე და შევხვდებით რუსთავის ავტოდრომზე 10 მაისს მოდით ეხლა მოვედით ლაშა კაპანაძესთან, რომელიც იყო პერიოდი, როცა პროფესიონალურ დრიფტს უტევდა, მაგრამ მერე პატარა პაუზა გააკეთა და ეხლა ნიკოლოზ დოლიძის ერთ დროს აწყობილი მანქანით ისევ შეუტევს GDC-ს. მოგვიყევი ეხლა რა მანქანა, რა ძრავიდევს და რა გეგმებით ხარ 2026 წლის სეზონზე? ხო. ეხლა საკმაოდ შეტევას ვაპირებ სეზონისთვის. ეს არის BMW 46 Deus 5 ჯანვარია მას 13. ნუ GDC-ისთვის არც შესაფერისი ძრავია, მაგრამ ვიცდები მაქსიმალურად დავამტკიცო, რომ ამ ძრავსაც შეუძლია სიარული. ერთად დავამტკიცოთ. ვიზუალურად ძალიან კარგ მდგომარეობაშია. რაღაცნაირად ეს მანქანა სხვანაირი კარნიზები აყენია, დაბალია და კარგი ფერია, აკურატულად არის აწყობილი და საკმაოდ კარგად გამოიყურება. მოხოვა რა აყენია ამაზე, იმიტომ რომ ვაისობის ნაკლები გააქვს. მაგრამ ფათვაისობი არ არის. ხო, თვად ვაისობი არ არის, მაგრამ ვაისობია ერთ-ერთი კოპიო. აი, რამე არის ამ მანქანაზე ისეთი განსაკუთრებული და ისეთი მაღალ ტექნოლოგიური, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გააკეთებს. არა, ჩვეულებრივი დრიფტკარია, უბრალოდ ერთი პლუსი, რაც ჩემი წინა მანქანებისგან განსხვავებით აქვს, ის არის, რომ ყველაფერი ფიბერის აქვს და წონაშია ცოტა მოკლებული რა. და მუშაობს. ნამდვილად. ჯერ არ გაგიტესტია. ჯერ არა, პარასკევს. მაგრამ კინგზე აპირებ რომ გამოხდი. რა არის ესეთი მანქანის ბიუჯეტი და შენი აზრით, აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერთი სეზონი ამ მანქანით ჩავამთავრო? მანქანის აწყობას რაც შეეხება სადღაც 15000 დოლარი და ნუ მე უკვე საბურავები და საწოვი და ზეთი და ასე შემდეგ. საბურავები არც იაფიარჯდება. თითო წესიერად რო ივარჯიშო, მოკლედ ერთი 5 წელი საბურავი მაინც გინდა რა. ასე თუ ისე ნორმალური შედეგი დადო. ნუ მე უკვე გააჩნია რამდენად წინ წახვალ რა. ტოპ 16-ში, ტოპ 8-ში. 275-ით უნდა იარო? ხო. საინტერესოა 5-დან 0-ები რას იზავს? მეც იგივე ძრავით უნდა ვიარო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ 275-ზე ცოტა პატარა ზომით მივლი, მაგრამ ყველაფერი გამოჩნდება. ნახოთ, კინგიდან თუ მომჩა 235 შეიძლება მაგით. შეიძლება 235-დან შეუტიო. შეიძლება ჩვეულებრივია. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ სეზონზე და შევხვდებით 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ეხლა ჩვენ დავესხით თავს დათო ჭეიშვილს,
რომელსაც მანქანა ყავს ისეთ ლოკაციაზე, რომელიც არის გასაიდუმლოებული და იქ ვერ მივდივართ. ამიტომ თათოს ოფისში უნდა ჩავწეროთ ეს ვიდეო და მანქანის გადასაფარი კადრებიც არ გვექნება, იმიტომ რომ ღებავს მანქანას და მოკლედ მანქანას ვერ მივდივართ. მაგრამ თათო ყავს თავიდან ბოლომდე და შეგვიძლია თათოთი დავტყბეთ. საიდუმლოებულ ადგილას კი არა. ამ 5-6 გასაიდუმლოებულ ადგილას არის ამჟამად ერთად თავმოყრილი არ არის, მაგრამ ვემზადებით. ბევრი რაღაცა გავუკეთეს მანქანასაც, ჩვენც ვემზადებით, რა კინგზეც წინა წელს კარგად ვივარჯიშეთ და წელს კაი ფორმაში შევუტარ ესე იგი. კი, კარგ ფორმაში ვარ და მანქანაც იმედია რომ კარგ ფორმაში იქნება. ეხლა ცოტა ისეა რაღაც ძრავი აკლია, აბვესი აკლია, შეღებო აკლია. რაღაცაა, მაგრამ არა უშო 2 კვირაა დარჩენილი. ხო, ჩვენ 2 მანქანა ვნახეთ უკვე, რომელსაც მარტო კუზავ და დუგები იყო და ორივე ერთი და იგივე თქვა. აი ზე გვაპიებ გატესტოსო მანქანისა და თუ არ გჯერათ ჩამოდით ძმაო და რა ვნახდა. მაგაზე ცოტა წინ დავიწყებ, იმიტომ ჩემი მანქანა დადიოდა მე რომ მომზადება დავიწყებ. ეხლა ისე ვარ მომზადებული რომ არ დადის. რამე ცული ძრავში და ტექნიკურ ნაწილში ისეთი რომ განსაკუთრებული იქნება და დაახლოებით რაც იყო იგივე იქნება უბრალოდ დაახლოებით იგივე, მაგრამ აი პრაკლატკაზე ვქონდა შუა სადებზე ხოლმე პრობლემა და რკინისას ვაყენებთ. რაკერა მოდის სპირტზე გადავიდეთო და სპირტზე გადავდივართ რომ უფრო კარგი იყოს. ცეპლენია ცოტა აგრესიული გვეყენა და მოთვინიერებული ჩამოვიდა. მოთვინიერებული ცეპლენია ჩამოვიდა. იმას ვაყენებთ რომ უფრო კარგი სატარებელი იყოს რა. განსაკუთრებული ისეთი არაფერი. დაახლოებით რამდენი ცხენი ზავა უნდა გქონდეს? მე ვთვლი რომ საქართველოში 500 საბურავზე არის. აი სრულიად საკმარისი რომ მანქანა იყოს ადეკვატური, კონკურენტუნარიანი და საერთოდ პრობლემა არ შეგექნება. ეგ შენ ვთვლი რომ 500 საკმარისია საბურავზე, შენ რამდენი ცხენი გექნება? 500 საბურავზე. შვენიერი. აი, წელს ვის უმიზნებ, ვინ იქნება შენი, ასე ვთქვათ, პირდაპირ კონკურენტი, შენი აზრით. აი, კვალიფიკაციას რო გავივილი, ბადეში ვინც მომხვდება ქვემო და აი იმას. ავტომატურად. დალში შევხედოთ, ვინც შემხვდება შემდეგ. შვენიერი. ესე იგი ჩემპიონების უნდა იბრძოლო. აუცილებლად, აუცილებლად. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ 2026 წლის GDC სეზონზე და ჩვენ შევხვდებით 10 მაისს რუსთავის ერთშორისო ავტოდრომზე. ეხლა მოვედით მევლუდ მელაძესთან და როგორც ხედავთ, ისიც ფაქტიურად მზად არის და ხვალზე გაივლის მანქანით. მევლუდ, რა ხდება? რატო არის ეს აქ და არა იქ? მოგვიყვება. აუ ძალიან მინდა რომ ის იყოს. შენ ძალიან არავის არ უნდა. უჩემოდ რო ხდებოდეს ეს ყველაფერი, ეგეც ძალიან მინდა რა, მაგრამ ნუ არ გამოდის ეგრე, თორე კი, ანუ რატო არის და ეს იქ სოფლიოზე ნაომარი გავასწორე ყველაფერი, ანუ აზრზე მოვიყვანე ყველაფერი, მე კიდე ერთი პრობლემა დაემატა, რომ ელექტროობაში რაღაც პრობლემა იყო, ვერადავერ ვიპოვეთ რა, თიშავდა, გაზის პედალს თიშავდა რა. და ავდექიდან თავიდან ბოლომდე სულ ახალი არის გაყვანილობა ახლა რა და ეს დაშლაც კარგი იყო, იმიტომ რომ ყველაფერი გავიყვანეს სად და როგორ. და გასწორდა პედალი თუ არ ვიცით ჯერ? არ ვიცით, ჩავდებთ გამოჩნდება. წესით ნუ გასწორებული იყო, იმიტომ რომ ელექტრული იყო ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ მექანიკური ყველაფერი მუშაობს რა და თავიდან ბოლომდე ახალია. ეს არის ძველი ტურბო წეღან ვამბობდით, ეს დაფხაჭნილია, იმიტომ რომ ზუგდიდში რომ ამოყირავდა ტურბოთი გახოვხდა ასოაზე და ცოტა ის არის. რამდენი ცხენი უნდა ქონდეს დაახლოებით? შელანზღული ტურბინა არის, მაგრამ ну факти ის არის რომ არა გამოცდილია. კი, ფაქტი ის არის რომ ეს ცოტა გლეხური ტურბინაა. გვიან მოდის ჯანზე, მაგრამ რომ მოდის ჯანზეა. მე ჯანზეა, ხო ანუ არ უნდა შეუფითილო და ნახშირი არ უნდა მოაკლო რა, შეყარო და ჯანზე არის და ნუ ხო ანუ ცოცხლობს და დიდხანს აგითია რამდენი წელი ეს არის წარმოედგინე და არის ამან ბევრი გამოიცვალა და ეს კიდევ არის. ცხენები სადღაც 800 ცხენში ვტრიალებთ რა. ხო და ეგ სულაც არ არის ცუდი ამბავი რა. ო თან ხო ისეთ მე უნდა ხოსო მაგას ვეუბნები რომ პრინციპზეც ანტილაგით აყავს თქო. ეხა ახალი ნასტროიკა ჩაწერა და ანტილაგით ჩასართავ გამოსართავი არა აქვს. პროსტა რო დაგქო უკვე ჩართული ანტილაგი. აღარ იტი შევა. ხო მაგრამ ეგ უნდა დაურეკო პოლონელს რა იმან ჩაწერა და ცოტა უნდა გავახმაურებინო. იმან ჩამიწერა. ხო თორე არის მოდა შენ განის ხმა კარგი. არა ადრე ხო ქონდა ისაც ქონდა ჩემი ანტილაგის ხმა ხო ვიცი რაც იყო მთელი ამბავი ეგ იყო რა ხელწერა რა. ეხა არის პრაქტიკული ანტილაგი. შენ გინდა ხმაურიანია. ხმაურიანი და პრაქტიკული თან და თუ არ გამოვიდა პრაქტიკული ჯობია ხმაურიანი იყოს. ხმა მაინც დარჩება. ხმა მაინც დარჩება. ეხა გითხარი რა მოლოდინები გაქვს 2026 წლის GDC სეზონზე და უნდა იბრძოლო თუ არა ჩემპიონობისთვის და ვინმეს უმიზნებ თუ არა კონკრეტულად.
ხო, ანუ მე სიმართლე გითხრა, გასართობად მოვდივარ რა. ანუ რაც გამოცხება, რა თქმა უნდა მოგება უნდა ყველას რა, რაც გამოცხება, მაგრამ მოვდივარ, აი განაცხადს ვაკეთებ, რომ კარგად გავერთო რა. ვინ შემხვდება ყველასთან, მინდა რომ კარგად გავერთო. რაც უფრო კარგი გასართობი შემხვდება, მით უკეთესი რა, მაგრამ ნუ ყოველთვის გართობასავით არ გამოდის საბოლოო ჯამში რა, ომობანაა და ომობანაში ვერ გაიგებ რომელიც თქვენსაით გაისურს. მაგრამ მე ეს მაგრამ მე მგონია რომ ზუსტად აი მაგ განწყობით რომ მოდიხარ რომ აი უნდა გაერთო და ისე ამონო და კარგი დრიფტი აჩვენო, მაგას მე ბუნებრივად მოყვება ის გამარჯვებაც და წარმატებაც და ასე შემდეგ. ხო, ნუ მე პრინციპში 1 წელი გამოვტოვე, ხო თუ 2 გამოვტოვე? ერთი ჩავაგდე. ერთ საერთოდ არ ხო, მაგრამ კინგი ხო იარე და შაშან ვაფშე არ გივლია. ხო, შაშა მარტო ის საერთაშორისო იარე, ისიც ვერ იარე, მალე მორჩა. ვინ როგორ ფორმაშია? ეგ პირველ ბოლაზე უკვე გამოჩნდება რა. ხო, მე გონია რომ ძალიან საინტერესო იქნება განსაკუთრებით აი ეს კინგზე ნავარჯიშები, ხა და კინგზე კარგად მოხდილი სასტავი რო იქით გადმოვა. იქაც ვიღაცები დახვდებიან და მოკლედ მაგარი ხოცო ჟილეტო ატყდება. ასე რომ ნახოთ რა იქნება, მთავარია რომ კარგი გარბენები იყოს, ყველა კარგად გავერთოთ, მაგიტო დავიწყეთ დრიფტი რომ უბრალოდ გართობა გვინდოდა და ნუ გადაიზარდა ცოტა სერიოზულში, მაგრამ მაინც გართობა თუ დაიკარგება, აზრი აღარ აქვს დრიფტს რა. მე ეგრე უყურებ ყოველ შემთხვევაში და მე მგონი შენც ეგრე უყურებ. წარმატებებს გისურვებთ, აქაც კინგზეც და საერთაშორისოებზეც სადაც აფხალ მოკლედ ყველგან. ჩვენ კი შევხვდებით 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. კარგ გამოვტოვოთ. ჩვენი დრიფტერული ტურის ბოლო გაჩერება არის ზურასთან და აი ესე მე ბოლო გაჩერება ვარ? ბოლო გაჩერება ხარ? მართლა ძალიან დავიღალე და დაჯდომა მაგრა გაასწო რა. ლუდმა ხო ვაფშე და მოდი მოგვიყევი ახლა პირველ რიგში სანამ გადავა დრიფტზე და GDC-ზე სად ვართ ახლა რა ხდება აი ესეთი მაგარი სივრცე რას ემსახურება? თვით რეკლამა. ესე იგი ზანდუკელის 28-ში ვართ ხალხო, სამი სექტორი ქვია ამ space, არის მოდელები, hobby shop-ი, ანუ არის სიმულექსი რა თქმა უნდა უკვე იცით, პროფესიონალური სიმულატორები, დრიფტი, რბოლა, ყველაფერს ვარჯიშსა და შეიძლება და არის რა თქმა უნდა grid bar-ი, რის პროდუქციასაც ეხავს სვავთ. პლუსი რა იცი? შეიძლება შეცვალო ეგ რეალური ცხოვრების განსხვავებით. ანუ ჯერ დალიო და მე ატარო. ძალიან საინტერესო ექსპერიენსია. აქ რა ხდება და ჩვენებები გვაქვს ხოლმე ფორმულა 1-ის, დრიფტების, ფეხბურთის, ანუ სპორტს რაც ეხება, ყველაფერი ჩვენებები არის. grid bar-ის Instagram-ში შეგიძლიათ გამოიწეროთ, ანუ სამი სექტორის და ყველა ინფორმაცია დაიდებ. შვენიერი, წარმატებები აქაურობას და ეხლა შენ გითხარი როგორ იქნები ჩართული წელს დრიფტში. რას გააკეთებ, რამდენად მკაცრი იქნები და ასე შემდეგ. ვაფშე ვინ ვარ? ხო, ვინ ახარ გითხრა? ვაფშე ვინ ვარ და უბრალოდ დრიფტის მოყვარული მგონია ესე. და შეგეტენა რაღაცა ბუღალტერია. და მე მგონი მაქედანაც მოვხდი ესე და დრიფტის ბუღალტერია, ანუ საჯობა შემეტენა. წელს ვიქნები GDC-ის მსაჯი, სადაც ჩემთან ერთად იქნებიან ჰაიკო სიმონიანი და საბა სიდამონიძე. იმიტომ ჩვენ სამი შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გავაგებიოთ დრიფტერებს რა გვინდა, რომ ნახოთ მათგან საინტერესო ჩემპიონატი უნდა გამოვიდეს, მგონია. მაინტერესებს თან გუგა როგორ გამგავლდება ამ ყველაფერს. და გულშემატკივრობ კიდეც და მე მგონი შევხვდებით 10 მაისს რუსთავის ავტოდრომზე. აუცილებლად. მე მინდა ერთ დეტალს გავუსვა ხაზი. ზოგადად დრიფტში საჯობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მარტო იმიტომ არა რომ ობიექტური იყო და სწორედ შეაფასო. რა მიმართულებით უნდა წაიყვანო შეჯიბრი დრიფტერები როგორ უნდა განვითარდნენ. Klient ჩემპიონატს, ნებისმიერ ჩემპიონატი იყო, ან ქვეყნის ან რაღაცა, სახეს, სტილს დრიფტის ყველაფერს ძირითადად საჯობა განსაზღვრავს, იმიტომ რომ დრიფტერები ერგებიან საჯების მოთხოვნას. ანუ რა უნდათ ნახონ საჯები. ამიტომ რა ჩემპიონატის როგორი მსაჯობა, ისეთი ჩემპიონატი და ისეთი დრიფტი გამოდის. იმედია რომ ხო წელს წავალთ ცოტა უფრო აგრესიული დარების სტილისკენ და დავალებები იქნება ცოტა ისეთი. არა ზოლებზე სიარული, არამედ ცოტა ჩემპიონატის ორგანიზატორს თავისი აჯენდა შემოაქვს საჯობაში უკვე ჯერ არ დაწყებულა ჩემპიონატი. და უკვე ზეწოლას ვახდენ საჯები. უკვე ზეწოლა. ხო, თან ერთ რამეს დავამატებ. საჯები აფასებენ იმის მიხედვით, რასაც ისინი ხედავენ თავისი სამსაჯო პუნქტიდან და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად კარგი ადგილები შეგხვდეთ, მაგრამ არის ხოლმე ხანდახან როცა რაღაც ადგილი არ ჩანს მაინც. შეიძლება რაღაც შესუმა გაიპაროს, არავინ არ არის დაზღვეული, მაგისთან ყველა ადამიანები ვართ, უბრალოდ
ძალიან ხშირად არის ხოლმე, როცა აი დახურულ პარკში ბოლელის მეგობრები და გულშემატკივრები დგანან ხოლმე და აი ცალი თვალით უყურებენ შეჯიბს რა. და ეს ტიპი შემოვა და იტყვის რომ წავაგეო, აუ არ უნდა წავაგეო, ძმაო, იმათ რაღაცა ვერ დაინახეს. ან დამიჯერეთ, რომ თქვენ რო სადღაც ცალი თვალით უყურებთ, ესენი უყურებენ 2, 4, 6 თვალით, გადახვევები აქვთ, განიხილავენ, მსჯელობენ, ინიშნავენ, ყველა ვარიანტში ესენი უკეთ ხედავენ. 99.9%. ამიტომ დავანებოთ თავი მსაჯებთან კამათს, მივანდოთ თავის საქმე იციან, გააკეთებენ. ხანდახან ხდება შესაბამები, მაგრამ ნუ ეს გარდაუვალია. ისე ვიდეოდან რო უყურებ, მანდაც რა განსხვავება რა და თქვა საჯობა რაც დავიწყე, სხვანაირად დავიწყე დრიფტის ეტაპების ყურებას. იმიტომ რომ არის მომენტები ტრასას გააჩნია, ზოგი ტრასა ტრაექტორია არის რაღაცა ნიუანსებით და ძალიან ბევრია დამოკიდებული ბრიფინგზე თვითონ, როგორ გაიარეს და გადაწყვეტილებაც მაგაზია დამოკიდებული, შეიძლება უბრალოდ როცა ბრიფინგი მოსენილი არ გაქვს და შენ უბრალოდ წარმოგიდგენია რომ იქ დრიფტი ესე უნდა წარიმართებოდეს. რომ რაღაც გადაწყვეტილებას ვერ იგებ. ხო, იმიტომ რომ ბრიფინგი უნდა იცო, მაყურებლამდე უნდა გაჟღერდეს. მაყურებლამდე უნდა მივიდეს ინფორმაცია რა დავალება აქვს მრბოლელებს და თქვათ ბრიფინგს ვერ გავუშვებ გაიში, მაგრამ წამყვანი ჩვენი მეგობარი ლუკან ყველაფერს აგიხსნით მოკეთ მაყურებელს და ეგ ინფორმაცია ექნებათ მაყურებელს. წარმატებებს გისურვებ. შვიდობიან მსაჯობას. კიდევ ერთხელ წარმატებები აქაურობას და შევხვდებით ყველა ერთად 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. აი არ იყო დაგეგმილი, მაგრამ მაინც პივით დამთავრდა ეს ვიდეო რა. ხო, აი შენი ტრეიდმარკია.